ფასდაუდებელი მნიშვნელობის ხელნაწერი ლონდონიდან საქართველოში გამოსაგზავნად მზადდება. კრისტის აუქციონზე ბიძინა ივანიშვილის მიერ შეძენილ პალიმფსესტს უახლოეს პერიოდში დიდი ბრიტანეთიდან თბილისში ჩამოიტანენ. ეს იქნება საქართველოში ივანე ზოსიმეს მიერ შესრულებული ერთადერთი ხელნაწერი. უძველესი ტექსტების კრებულია, რომელ მუზეუმში დაიდებს ბინას. ორენოვან ქართულ არამეულ ენებზე შესრულებულ ხელნაწერებს სახარებისეული ტექსტების შესწავლის და სამეცნიერო ლიტერატურული თვალსაზრისით უნიკალური მნიშვნელობა აქვს. პალიმფსესტის ქვედაფენა, რომელიც მე-7 საუკუნეებით თარიღდება მსოფლიო ისტორიაში უძველეს სახარებას შეიცავს ზედა, ანუ მე-10 საუკუნეში ცნობილი ქართველი ჰიმნოგრაფის ივანე ზოსიმეს მიერ შესრულებული ხელნაწერი კი ხუცური ამბანით არის დაწერილი. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, პალიმფსესტზე ორივე ფენის წაკითხვა დღესაც შესაძლებელია. არანაკლებ საინტერესოა გზა, რომელიც სინას მთაზე წმინდა ეკატერინეს მონასტერში დაცულმა ხელნაწერმა კრისტის აუქციონამდე გაიარა. 41 წლიანი პაუზის შემდეგ ხელნაწერი საქართველოსთვის შესყიდვის მცდელობა ამჯერად წარმატებით დასრულდა. თამარ ჯალაღონია მოგვიყვება, როგორ მოხდა მე-20 საუკუნეში მონასტრიდან გაუჩინარებული ხელნაწერი კრებული რამდენიმე კერძო კოლექციონერის კოლექციაში და ბოლოს უკვე აუქციონზე. ეგვიპტეში, სინაის ნახევარკუნძულის შუაგულში წმინდა ეკატერინეს სახელობის მონასტერი მდებარეობს. 15 საუკუნე აქ ასკეტი ბერების წირვა-ლოცვა უწყვეტად მიმდინარეობს. პირველი ქართველი ასკეტები სინაის მთაზე მე-6 საუკუნეში გამოჩნდნენ. მე-10 საუკუნის 70-იანი წლებიდან აქ საბაწმინდის მონასტრიდან კალიგრაფი, სასულიერო მწერალი და ჰიმნოგრაფი ივანე ზოსიმე ჩავიდა და მოღვაწეობდა. წმინდა ეკატერინეს მონასტრის ბიბლიოთეკა განსაკუთრებულად მდიდარია ქართული ხელნაწერებით. უამრავ ქართულ ხელნაწერს შორის, რომელიც სინას მთამ შემოგვინახა ივანე ზოსიმეს არაერთი ხელნაწერია. მათ შორის ბერი ივანე ზოსიმეს ცნობილი ტექსტი ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი. Hammers coming down at £1 million. Fair warning. Sold £1 million. Paddle 814. ივანე ზოსიმეს ერთ-ერთი ხელნაწერი გუშინ ლონდონში კრისტის აუქციონზე 1,250,000 გირვანკა სტერლინგად გაიყიდა, რომელიც ქართული ოცნების დამფუძნებელმა და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა შეიძინა. ხელნაწერი მარტინ შოენის კოლექციის კუთვნილება იყო. ჩვენთვის და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისთვის ძალიან სასიამოვნოა, რომ ის ფაქტი, რომ ცენტრმა და ცენტრის დირექტორმა მიმართა ხელისუფლებას ამ ინიციატივით და ამ ფაქტით და ეს ასე დაგვირგვინდა, რომ ეს ხელნაწერი ჩამოვიდა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ივანე ზოსიმე იწერდა სხვადასხვა მიმართულების ტექსტს, ზოგან საგალობელს, ზოგან ქადაგებას, არამეულ ქართული პალიმფსესტია. ეს რას ნიშნავს? პირველი, რომ არამეული ენის მატარებელ სოციუმთან და დიასპორასთან ჩვენი სერიოზული ურთიერთობების დასტურია. აუქციონზე გამოტანილი კოდექსი პალესტინის არამეული ენის დასავლეთ არამეულ დიალექტზე შესრულებული ხელნაწერის ფრაგმენტია. პალიმფსესტის ქვედა უძველესი ფენა არამეულის იმ დიალექტზეა შესრულებული, რომელზეც მეცნიერთა აზრით სავარაუდოდ იესო ქრისტე მეტყველებდა. პალიმფსესტის ქართული ტექსტი კი, რომელიც 70 ფურცელს მოიცავს, ივანე ზოსიმეს ხელნაწერია, რომელიც 979 წლით თარიღდება და ხუცურითაა შესრულებული. ივანე ზოსიმეს სახელი ქართულ ხელნაწერ ტრადიციაში არის განსაკუთრებული. თავისთავად, იმიტომ რომ ივანე ზოსიმეს პიროვნებას უკავშირდება ათეულობით ხელნაწერის შექმნა, რომელთაგან შემორჩენილია მცირე რაოდენობა. თვითონ ეს ხელნაწერი, რაც ჩვენ ინფორმაცია გვაქვს, შეიცავს ყველა პარამეტრს, რაც შეიძლება რომ ინაატორო, რომ ხელნაწერს ჰქონდეს. თარიღი დასმული 979 წელი, ავტორისეული, ანუ მისი ხელიდან გამოსული, სავარაუდოდ როგორც ფოტოებიდან ჩანს, ეს არის სრული ხელნაწერი, ანუ მთლიანი და არ არის ფრაგმენტი. თანადროული ყდით, ვიზუალით, რაც შეიძლება ვთქვათ. ქართული ხელნაწერების სინური კოლექციის მეცნიერულ შესწავლას საუკუნეზე მეტი ხნის ისტორია აქვს. 1883 წელს სინას მთაზე პირველი ექსპედიცია პროფესორმა ალექსანდრე ცაგარელმა მოაწყო, რომელმაც 92 ხელნაწერი აღწერა. 1902 წელს კი სინას მთას ნიკო მარი და ივანე ჯავახიშვილი ეწვივნენ და ქართული მწერლობის არაერთი ძეგლი აღწერეს. აი ალექსანდრე ცაგარელმა 19 საუკუნის 80-იან წლებში მოგზაურა წმინდა მიწაზე და სინას მთაზე და აღწერა იქაური ქართული ხელნაწერები და მოგცა უძვირფასესი უმნიშვნელოვანესი კატალოგი ამ მონასტრის ხელნაწერებისა. საინტერესოა ეს კატალოგი იმ თვალსაზრისითაც, რომ მომდევნო პერიოდში ჩასულმა მეცნიერებმა, მაგალითად
ივანე ჯავახიშვილმა და ნიკო მარმა ის რაოდენობა ხელნაწერების ვეღარ ნახეს. 92 აღწერა ალექსანდრე ცაგარელმა, მათ დახვდა 87. უფრო გვიან 20-იან წლებში, მე-20 საუკუნის 20-იან წლებში მოიხილა რობერტ ბლეიკმა, რომელმაც ასევე თქვათ ცაგარელის რაოდენობის ხელნაწერები ვერ ნახა. 1902 წელს, როდესაც ივანე ჯავახიშვილი და ნიკო მარის სინას მთას ეწვივნენ, ივანე ზოსიმესის ხელნაწერი იქ აღარ დახვდათ. გაირკვა, რომ პალიმსესტი ცნობილ კოლექციონერს ფრიდრიხ გროტე შეუძენია. ხელნაწერი 1929 წელს ჯერ კიდევ ბერლინში ინახებოდა. წერს გრიგოლ ფერაძეს სტატიაში, რომელიც ამ პალიმსესტს მიუძღვნა. რამდენიმე წლის შემდეგ ხელნაწერი სოტბის აუქციონზე ოტო ფიშერს შეუძენია. 1983 წლიდან კი ნიუ-იორკში ჰაინს კრაუსის კოლექციაში იყო, სადაც იგი ნახა ცნობილმა ქართულმა მოღვაწემ რეზო თაბუკაშვილმა. ამ ამბავს იგი დეტალურად აღწერს ფილმში ნაძარცვის კვალდაკვალ. ალბათ იოლი წარმოსადგენია ქართველი ადამიანის მღელვარება, როცა ნიუ-იორკის ცენტრში მიადგები აბრას, რომელზედაც აწერია კრაუსი, და ამ დროისათვის უკვე იცი, რომ ეს სწორედ ის ბუკინისტი ჰანს კრაუსია, რომელმაც ფიშერისაგან იყიდა ჩვენი ხელნაწერი. და რაოდენ უნდა იმატოს მღელვარებამ, როცა შეიტყობ, რომ 16 წლის წინათ გასაყიდად ნაყიდი ქართული რელიკვია ჯერ კიდევ გაუყიდველია. ძნელი აღმოჩნდა საუბარი მოხუც კრაუსთან და სამწუხაროდ მომწაგებული გამოვედით მაღაზიიდან. კრაუსმა რეზო თაბუკაშვილს ხელნაწერი $285,000 დაუფასა. რისი საშუალება საბჭოთა კავშირიდან ფილმის გადასაღებად ჩასულ რეჟისორს არ აღმოაჩნდა. ის კი მოახერხა, რომ ხელნაწერი გადაიღო. ამის შემდეგ ხვდება იგი მარტინ შოენის კოლექციაში. უნიკალურ პალიმსესტს საქართველოში რამდენიმე დღეში ჩამოიტანენ და ეროვნულ მუზეუმს გადასცემენ. ეს იქნება სინას მთის წმინდა ეკატერინეს მონასტერში, მე-10 საუკუნეში მოღვაწე მთარგმნელისა და გადამწერის ივანე ზოსიმეს პირველი ხელნაწერი, რომელიც საქართველოში იქნება დაცული. ქართველი მეცნიერები ხელნაწერის შესახებ უფრო მეც უნიკალური ძეგლის საქართველოში ჩამოტანისა და შესწავლის შემდეგ იტყვიან.